გამარჯობა ეკა. მზად ხარ? გამარჯობა ნატამ, მე მზად ვარ და როგორც ვიცი, ჩვენი ექსპერტები უკვე აქ არიან და ოპერატორების წარმომადგენლებიც ველოდებიან, ასე რომ წავიდეთ. მანამდე გზაში რომ მითხრა, რა შეხვედრაა და რას ემსახურება? სიამოვნებით მოგიყვები. ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად არიან კომკომის ოფისში და დღეს გვექნება შეხვედრები სატელეკომუნიკაციო დარგის ფაქტიურად სრულ წარმომადგენლობასთან, მაგთიკომის, სილკნეტის, სელფი მობაილის, ასევე მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლები გვეყოლებიან და MVNO ასოციაციის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და გვინდა რომ მნიშვნელოვან თემებზე ერთად ვიმუშაოთ, ასე რომ წავიდეთ. შარშან ჩვენ დავასრულეთ მობილური და ფიქსირებული ბაზრების კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი, რომელმაც გვიჩვენა, რომ ორივე ბაზარი იყო არაკონკურენტული და განიცდიდა სტაგნაციას. მობილურ და ფიქსირებულ ბაზარზე მაგთიკომირჩანით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად და მთელი რიგი ვალდებულებების დავაკისრეთ. ახლა ვმუშაობთ კვლევის მეორე ეტაპზე, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს, კერძოდ კი იურიდიული პირებისთვის, ანუ კომპანიებისთვის კორპორატიულ შეთავაზებებს ეხება და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შევისწავლით ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. პროექტის ფარგლებში ექსპერტები ჩაატარებენ სიღრმისეულ ინტერვიუებს კომპანიებთან და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელია ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება, რა შეთავაზებები არსებობს იურიდიული კომპანიებისთვის და რა გამოწვევები არსებობს მაგალითად პროვაიდერის შერჩევისას და ასე შემდეგ. მიღებული ინფორმაციის შედეგად უკვე შეფასდება ბაზრის კონკურენტულობა, დადგინდება არსებობს თუ არა ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, თუ კი გამოვლენილი იქნება გამოწვევები, მათ გადასაჭრელად კომუნიკაციების კომისია საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტებისას სამუშაო შეხვედრებში დარგის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და ინკლუზიას, რასაც კომისია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტულია ეს ჩვენთვის. შემდგომი შეხვედრები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება ინტერნეტ მომხმარებლისთვის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისინი შეიტყობენ შეტაკების შესახებ.